გამარჯობა, მე ვარ დიმიტრი მიროაშვილი. მე ვარ 15 წლის და ვარ ჰოკეისტი. ჰოკეიზე დავდივარ 5 წელია და ეს სპორტი ბავშვობიდან მომწონდა. მე ვთამაშობ ცველის პოზიციაზე. მე მევალება რა თქმა უნდა ჩვენი კარის დაცვა, პასების გაკეთება შეტევის დროს და ასევე ზონის ჩაკეტვა და ზონიდან დარტყმა. ჰოკეიში როგორც ფეხბურთში ასევე არის ოფსაიდი, ოღონდ არის ორი ზონა, ორი ლურჯი ხაზი, რომელიც გვაჩვენებს ჩვენ ზონას და მოწინააღმდეგე გუნდის ზონას. ჩემი აზრით ჰოკეის არც ერთული წესები აქვს. თავიდან შეიძლება გადამეორება მოგიწევს, მაგრამ მერე ნამდვილად დაიმახსოვრე. ჰოკეის ჭირდება ფიზიკური მომზადება. მე ფიზიკურად როცა მომზადები, ვცდილობ რომ ჩემი ძალა მოვიმატო, რომ გამოვიყენო ყინულზე. რაც შეეხება ყინულს, ყინულზე ვცდილობ რომ ტექნიკა გავაუმჯობესო, რაც რა თქმა უნდა გამოგადგება თამაშში. ჰოკეიში ჩემი აზრით თავარი არის გუნდურად თამაში, მაგრამ ასევე ძალიან საჭირო არის ფიზიკური მომზადება. ჰოკეი რა თქმა უნდა ტექნიკასაც ძალიან იყენებს, მაგრამ ითხოვს ასევე ძლიერ ფიზიკურ მომზადებას. ჩემთვის ჰოკეი ძალიან მნიშვნელოვანია. მე ჰოკეისთვის ყოველდღე ვარჯიშობ ფიზიკურთან და ყინულთან ერთად და ძალიან ბევრი ენერგია ვცდებ. ზოგს რეალი უფრო უჭირს, ზოგს სროლა და ზოგს პასის გაკეთება. მაგრამ ბევრი ვარჯიშით ყველაფერს გადავალხო შეიძლება. ჰოკეი რადგან გუნდური სპორტია, საჭიროა გუნდელებთან კარგი ურთიერთობა. ეს საჭიროა, რადგან გუნდელებს ყინულზე უსიტყვოდ გაუგებ. კარგი სპორტსმენი რომ გახდეთ, საჭიროა ყოველდღე ვარჯიში, რაც რა თქმა უნდა დიდი დრო ჭირდება. ამის გამო შეიძლება სხვა რაღაცებისთვის დრო აღარ დაგჭირს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მინდა რომ ჰოკეის გამოვიდე და არ მიფიქრებ იმაზე, რომ თავი დავარღვიო. პირველ თამაშზე შედარებით ნერვიულობდი, რაც თამაში ხელს მიშლიდა. ეს გამო საჭიროა, რომ შეგვეძლოს ჩვენი ემოციების კონტროლი, რომ უკეთესად ვითამაშოთ და ხელი არ შეგვეშალოს მithumetes თამაშობ. სპორტში წარმატებული რო იყო, საჭიროა ბევრი ვარჯიში, მიზანდასახული უნდა იყოს. როგორც ერთგვარად არ უნდა შეგვხვდეს, მაინც უნდა გადავახო. ჩემი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად კარგად ვითამაშო და მაქსიმალურად ამ გუნდში მოვხდე, რომ საქართველოს ვასახელო.